ნაციონალური მოძრაობის ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციური პარტიის წევრებმა მედიასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. ტარიელ ლონდარიძე და ვაჟა ჩიტაშვილი 19 ოქტომბერს ახალციხეში ნაციონალური მოძრაობის ოფისის კარების აჭედვასაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ის აქტივისტები, ვინც პარტიის ოფისებს თავს დაესხნენ, ხელისუფლების მიერ მართული ძალები არიან. ყურადღება გაამახვილეს ეგრეთ წოდებულ ციხის კადრების გავრცელებაზეც. ასმიძის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნული ხელისუფლების მიერ გამიზნულ ქმედებად შეაფასა. გუშინდელი განვითარებული მოვლენები, რომლებიც გამოწვეული იქნა ამ ხელისუფლების მხრიდან, მოგეხსენებათ, განხორციელდა გუშინ მასიური თავდასხმები ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისებზე რეგიონებში და რა თქმა უნდა, არც გამონაკლისი იყო ახალციხე. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ შეგეფასებინა აღნიშნული მოვლენა. მინდა უთხრა ხელისუფლებას და პირველად ბიძანევანიშვილს თავის ღარიბაშვილთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციას ისინი ვერ მოახერხებენ, 3 წელია ისინი ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებულ ლიკვიდაციას, მაგრამ რაც დრო გადის ნაციონალური მოძრაობა თავის მომხრეებს უფრო აფართოებს და შესაბამისად ხალხში ჩდება იმის იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობას მართლაც შეწევს უნარი, შეცვალოს ეს უნიათო ხელისუფლება. ხელისუფლება უკვე 3 წელიწადი გავიდა და გამოდის ოპოზიციის როლში. ჩვენა ვართ ოპოზიციაში და ისინი არიან ხელისუფლებაში. ნაცვლად იმისა, რომ იზრუნონ ქვეყნის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და იმ დაპირებების შესრულებაზე, რასაც ისინი დაპირდნენ წინასაარჩევნოდ, მოდიან და ესეთი მოგზავნებით ადამიანების უნდათ რომ ხელი შეუშალონ ჩვენ მუშაობას.